თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი იქნება. საღამოშიდეს ბატონ დავით, მადლობა მობრძანებისთვის. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე მინდა თქვენთან ვილაპარაკო და მინდა მოდი დავიწყოთ დებატებით. დღეს სულ რამდენიმე წუთში, 9 საათში შედგება პირველი დებატები რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამასთან დაკავშირებით მაქვს ორი შეკითხვა თქვენთან. პირველი, რას ელოდებით ზოგადად ამ დებატებისგან, დებატების აღდგენისგან? ჩვენ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრი ერაკლი ყობახიძე რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომ დებატები უნდა აღდგეს და ეს აუცილებელია, რაც აბსოლუტურად ვეთანხმებით. თუმცა კონკრეტულად რას ელოდებით ამ დებატებისგან, რომელიც დღეს დაიწყება? და მეორე, როგორ შეაფასებთ რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ იდეასთან? მათ თავიდანვე რაღაც საბოტაჟის რეჟიმი აირჩიეს ამ შემთხვევაშიც, დააყენეს რაღაცა ისეთი პირობები, რომელიც, რა ვიცი, საკუთარი თავის პატრიოტიზმელმა ადამიანმა არც უნდა გააჟღეროს, ესე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანები იმათ თუ გარეთ გამოუშვებთო, მაშინ მივიღებთ მონაწილეობას დებატებში, თუ არა არ მივიღებთო და ასე შემდეგ. სულ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან კარგია, რომ ჩვენს მედია სივრცეში ბრუნდება ესეც ალმომრეობით საზოგადოებისგან წართმეული ფორმატი ურთიერთობის, ასთა გაცვლის, რომელსაც ქვია დებატი და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, იმისთვის, რომ საზოგადოებამ თვითონ ჩამოიყალიბოს კონკრეტული აზრი ამა თუ იმ საკითხზე, გადაწყვეტოს, რომელი მხარეა მართალი, სად არის სიმართლე, ამისთვის დებატი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც ესე იყო ამოგლეჯილი ჩვენი მედია სივრცისგან ძალადობით, ამას გვიტყვი. მე ხა მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მე კარგად მახსოვს მე-9 მოწვევის, ანუ წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ პრაქტიკულად ყოველ დღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც ვისხედით სტუდიაში, ქონდა ძალიან აქტიური ჯაბაასი სხვადასხვა ტელევიზიებში, მათ შორის ისე ტელევიზიებში დღეს რომ რადიკალურები არიან და პირდაპირ აგენტურულ აზრებს და სურვილების პროპაგანდას ახდენდნენ, თუმცა მაშინ იყო იმ ტელევიზიებშიც ძალიან ესეთი კითხვები, შეიძლება უხერხული კითხვებიც ყოფილიყო, შეიძლება ეს ძალიან აქტიური ჯაბაასი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო ძალმომრეობა, არ იყო შეურაცხყოფა, იყო რაღაც დაცული სტანდარტი მეტნაკლებად და ჩვენთვის ეს ყველაფერი იყო მისაღები. მე ნუ მოხდა მოვლენები, იქ ყოფილი პროკურორები, რომლებიც დღეს ეცადნენ, რომ მედია მენეჯერების ტყავში გახვეულიყვნენ და ისე მოეხდინათ ძალადობა საზოგადოებაზე, მათი და მათი ძმანი მათისის დახმარებით და მხარდაჭერით მოხდა ის, რომ პრაქტიკულად საზოგადოებას წაერთვა აი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რატო ეხა ამას აქ მარტივი ახსნა. ახეთ როდესაც ტყუილს პროპაგანდირებ და თუ კი იქ ვინმე შენ მკაფიო და საზოგადოებისთვის გასაგები არგუმენტი დაგახვედრა, ძნელია მე ვერ ხდება უცებ გადაწყობა ტყუილიდან კიდე ერთ ტყუილზე და ეს ტყუილი ნარატივი იშლება. ამიტომ მათთვის არ არის სასურველი, რომ ამ დებატის სივრცეში დადგნენ და ყავდეთ ვიზავი, რომელიც იტყვის სიმართლეს. ამიტომ არის ეს რაღაცა გძელი ტყუილი მონოლოგები, რომ მოусმინოთ ეხა ამ ტელევიზიებს, იქ მსხდომ ადამიანებს. არავინ არ არის ძე ქრისტიანი არ არის, რომელიც ეთქვის, რომ არა ბატონო, ასე კი არა, ასეა საქმე და თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებს, ვინც არის ამ ტელევიზიების მაყურებელი და რადიკალების მხარდაჭერები, ძალიან ცოტა, მაგრამ რაღაცა რაოდენობა სამწუხაროდ არიან ესეთი ტყუილის რეჟიმში აცხოვრებენ და სურვილი აქვთ, რომ არ გაცდენ ამ ტყუილის სივრცეს. პრემიერი გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, აიტაცა რამდენიმე ტელევიზიამ ეს ინიციატივა და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ჩვენთვის კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას სიმართლე უთხრათ. და მეორე, თქვენ მეორე კითხვის მეორე ნაწილი იყო, რომ რადიკალებმა უარი განაცხადეს და რაღაც პირობები დააყენეს. ჯერ არ დაწყებულ დებატში პრაქტიკულად ისინი დამარცხდნენ უკვე. ამ დებატში, როგორ შეიძლება რაიმე წინაპირობის დაყენება, მით უმეტეს ადამიანების ვის დანაშაულიც საზოგადოებამ საკუთარ თვალით იხილა, მონაყოლე კი არა, თავის თვალით იხილა ეს ყველაფერი, ნუ ამ ადამიანების თუმე გარეთ გამოშვება უნდა იყოს დებატის დაწყების წინაპირობა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უკვე თეთრი დროშები ამართეს და დანებდნენ
სიმართლეს დანებდნენ, ქართულ ოცნებას დანებდნენ, ხელისუფლებას, რომელმაც ზუსტად იცის ქვეყანა როგორ უნდა მართოს და როგორ უნდა შეძლოს ის, რომ ამ ტურბულენტულ უბედურ სამყაროში, სადაც გაიხედები ყველგან რაღაც ან ომია, ან ომისკენ ისწრაფიან, ან კრიზისი ეკონომიკური, ან არ ვიცი, მიგრაცია, ან ყველაფერი ერთად, აქ ჩვენ რაღაც გავიარეთ დანისპირზე და შევძელით მადლობა ღმერთს აი ამ ყველაფრისგან ჯერჯერობით და ასე იქნება იმედი გამოვთქვათ, რა თქმა უნდა მომავალშიც, რომ ჩვენ საზოგადოებას მივხედავთ, ჩვენს ქვეყანას მივხედავთ და ყველაფერი იქნება კარგად. დებატი დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას იმის კიდევ ერთხელ გააზრებაში, თუ სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. გახარიას პარტიას პოზიციაც ძალიან საინტერესო იყო, მათ თითქოს თავიდან დააფიქსირეს მზაობა დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, შემდეგ ბოლო მომენტში მაინც უარი განაცხადეს, მოკლედ ეს პარტია საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდა საითკენ არის, ანუ უნდა ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენა და კონსტიტუციური წესრიგით შეთანხმებული თამაშის წესებით თამაში თუ მაინც რადიკალების ბანაკს ირჩევს და ქუჩიდან აქვს იმედი რომ ხელისუფლებას დაამხობს, აი ეს ჯერჯერობით კითხვის ნიშანია. ხო, ნუ ესენი მასენდება ირხევიან და განილევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან, აი ზუსტად ამ ფორმატში არიან, ხანი ქუნდათ, ხანა ქუნდათ, სინამდვილეში ადგილი მათი, არ ვიცი თვითონ თუ ჩამოყალიბდნენ სად არის, ხელმძღვანელი მათ გაიქცა და გერმანიაშია საერთოდ, გაქცევა და ღალატი კარგად იცის იმ კაცმა, არ ესწავლება. და დანარჩენებს კიდე და რაც მეტად გაბედავენ და არგუმენტებში შემოვლენ, მიხვდებიან რომ არგუმენტები არა აქვთ და მეტად საზოგადოებას დაიგებს და დაიჯერებს, თუმცა არ არის რთული მათთვის ამის დაჯერება, იმიტომ რომ ხელის გულზე დევს ყველაფერი, რომ ის რაც ამ პარტიამ თუ ეგრეთ წოდებულმა პარტიამ იკადრა და ჯერ რაღაცა ის ნდობა და მანდატი პრაქტიკულად ფეხქვეშ გათელა, ნუ ხა მაგალითს თუ პარტიის ლიდერისგან იღებენ არ ვისურვებდი მათ ადგილას ყოფნა ნამდვილად. კი ბატონო, მოდი ეხა იმ თემებზეც გადავიდეთ, რა თემებზეც შედგება ეს დებატები და რა თემებიც არის ყველაზე აქტუალური დღევანდელი დღისთვის. მაგალითად, ცვლილება გრანტების შესახებ კანონში. რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, გრანტების შესახებ კანონ და კიდევ რამდენიმე კანონში უმრავლესობა მართველი გუნდი შეიტანს ცვლილებებს და ამ ცვლილებების შემდეგ დაზუსტდება რამდენიმე განმარტება, მაგალითად, გრანტად ჩაითვლება პოლიტიკური მიზნით, ანუ ხელისუფლებაზე ან საზოგადოებრივ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით გადმორიცხული საზღვარგარეთიდან თანხა, თუნდაც ეს იყოს ფიზიკური პირისთვის გადმორიცხული. ამასთანავე დგინდება პასუხისმგებლობა და ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას. და ასე შემდეგ. რამდენიმე ცვლილებაა და მინდა რომ თქვენ ილაპარაკოთ ამ ცვლილებების შესახებ, მაგრამ განმარტებასთან ერთად მინდა ასევე თქვენ მოუყვეთ საზოგადოებას იმ საჭიროების შესახებ, რამაც განაპირობა ეს ცვლილებები, რატომ გახდა ეს საჭირო და რას ველოდებით ამ ცვლილებებისგან. მიუხედავად იმისა, რომ USAID-ის და NED-ის სკანდალის შემდგომ პრაქტიკულად გაშიშვლდა ეს მახინჯი ფორმა ქვეყნებზე, დემოკრატიებზე თავდასხმის და манипуляციის და ყველამ კარგად გაიგო, ის პრაქტიკულად დამტკიცდა, რადგან ქართული ოცნება ძალიან დიდი ხანია საუბრობს, თავის საკანონმდებლო სივრცეებსაც იღებს, უკვე შეერთებული შტატებიდან პრაქტიკულად აი ავტორებმა ამ ყველაფრის იმ ქვეყანაში გამობზანდნენ და თქვეს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არა მისი ავტორი უნდა ვაბრალებთ ავტორობას დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ბრძანა რომ ეს ყველაფერი არის ფორმა საზოგადოებაზე თავდასხმის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს და გაუქმდა. აი ამის მიუხედავად ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისრის და ევროკავშირის ელჩის საქართველოში პირდაპირ აღიარებითი ჩვენება ზუსტად. სადაც მათ თქვეს, რომ იცით რა, მილიონები ჩვენ გვაქვს ფონდებში და ეს მილიონები ახლა უნდა გადავცეთ ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საზოგადოებას და ახლა ვეძებთ გზებს, როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი. ანუ ამით რა თქვენს, რომ ესე იგი, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სუვერენიტეტის დაცვის მექანიზმები, შესაბამის კანონმდებლობა, ასე პირდაპირ ახლა ვერ ვაღწევთ
შავი ფულით, შავი ხვრელი ვერ მოვძებნეთ და ამიტომ უნდა ახლა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კანონის გვერდის ავლით პრაქტიკულად დანაშაული ჩავიდინოთ, კრიმინალი გავაკეთოთ, ჩავიდინოთ და მათ რადიკალებს მივაწოდოთ ეს თანხები. აი ამ აღიარებითი ჩვენების მერე ახლა როგორ წარმოუდგენიათ ახლა ევროკავშირში იგივე ეს ქალბატონი კოსეროა. აი რა გონია რომ ქართველებს გავიგე ყველას გძინავს, არ ვერ გაგვისაზღვრია ის რომ ჩვენზე ზემოქმედება და ჩვენზე ძალმომრეობა ახლა 21 საუკუნე რო არის და არ არის აუცილებელი იარაღით და ბომბისროლით შესაძლებელია თანხების შეტანით და იქ არეულობის მოწყობით მოხდეს რომ კანონის გვერდის ავლა ასე ფიზიკური პირებისთვის ახლა თუ დავარქმევთ ვიღაცას მე ხა აი ექსპერტს ან რაღაცა სხვა სახელს მოუძებნით მას ჩაურიცხავთ ამ თანხას და მე ეს ადგება ამ თანხას და გამოიყენებს ამ რადიკალიზმის დასაფინანსებლად ამას ახლა ჩვენ ვერ გავიგებთ ვერ მივხვდებით და დავჯდებით ახლა ამ ყველაფერს ასე შორიდან დაუწყებთ ცხერას. ეს ასე არ მოხდება. და მათაც ეს უნდა ცოდნოდა ძალიან კარგად. და ეხლა ეს ვიშვიშის ატეხვა ამ საკითხზე და რაღაც არ ვიცი, მუშტების ქნევა იქიდან ჰაერში არის აბსოლუტურად ზედმეტი საქციელი. ჩვენ ქმნით კიდევ ვამატებთ ისეთ საკანონმდებლო რეგულაციას, რომელიც კეტავს შესაბამის სივრცეებს. ეს არის აუცილებელი ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის, იმისთვის, რომ ხვალდაზე კვლავ არ მოინდომონ რადიკალიზმის დაფინანსება ვითომ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის ხელით. თქვენ კარგად ხო დამტკიცდა და გაიშიფრა ყველაფერი, რომ არანაირ სამოქალაქო სექტორს არ წარმოადგენდა არც გამჭვირვალობა საქართველოს, არც ახლა დღეს ეს საიად თუნდაც დღეს საქართველოში მოქმედი, ისფეთზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ისინი საკუთარ ჯიბეს და პატრონებს წარმოადგენდნენ მხოლოდ. და სადღაც ახლა იმაში ესტონეთში რაღაცა მინგრეულ შენობაში დარეგისტრირებული ეს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს რო აჩვენა და დღეს საინტერესო კითხვა დამისვა ჟურნალისტმა ვიღაც მოკლედ ამტკიცებს გვარი არ მახსოვს იმ ადამიანს რომ ეს არ არის დანგრეული შენობა და საკმაოდ ლამაზი შენობაა. ანუ თელი არგუმენტი თუ ის არის მათი რომ ის დანგრეული არ არის და ლამაზია და მან თავდება ეს ხო კიდევ ერთი დასტურია იმის რომ საზოგადოებაში ტყუილი და ტყუილის თქმა ტყუილის თქმით ისინი ცდილობენ თავისი უარგუმენტობა რაღაცა ამ ლაბირინთებიდან გამოიყვანონ. მოკლედ იკეტება ეს სივრცეები რომელიც მათ გონიათ რომ კიდევ არსებობს და საზოგადოება პირიქით ეს არის ხალხის დაკვეთა ზუსტად. ეს არის იმ ადამიანების დაკვეთა ვინც საკუთარ სუვერენიტეტზე ზრუნავს და ასეთი არის 1,200,000-ზე მეტი. ვინც მიცა ქართულ ოცნებას ხმა და ნურავის ნუ ეგონება რომ რაღაცა ჩვენ თვალებზე ხელებს ავიფარებთ, სირაქლემას პოზაში ჩავდგებით და თუ ვინმე გადაწყვეტს რომ კანონს გვერდი აუაროს, ჩვენც ამას აი ესე დაუწყებთ ცხერას და ჩვენ რეაგირება არ გვექნება. ხო, ერთ-ერთი გამოცემის რედაქტორია ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ეს გამოცემაც თავის მხრივ დასავლური გრანტებით იკვებებოდა წლების განმავლობაში, ამიტომ მისი დამოკიდებულება საკითხის მიმართ გასაკვირი არ არის, თუმცა არგუმენტი ნამდვილად გასაკვირია, იმიტომ რომ ესე იგი კაცი გამოვიდა ისეთი ტონით, რომ აი თითქოს რაღაცა ყველა დროის და ყველა ეპოქის საერთაშორისო სკანდალი ააფეთქა, ასე ვთქვათ და მთელი ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა, რომელიც კიდე გასარკვევია ნამდვილია თუ არა, იყო ის, რომ თურმე იმ შენობაში კი არ არის ოფისი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გვაჩვენაო, არამედ ცოტა მოშორებით ტალინის რკინიგზის სადგურთან მდებარეობსო. და ეს შენობაც რა ვიცი ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების სათავო ოფისად რამდენად გამოდგება და რამდენად შეესაბამება ზოგადად რამდენად რეალისტურია ის რომ აქ იყოს რამე არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელის სათავო ოფისი თითოეულმა მაყურებელმა თვითონ გადაწყვიტოს. მოდი კიდევ ერთ თემაზე გადავიდეთ, რომელიც სავარაუდოდ გახდება ასევე დისკუსიის და დებატების საგანი. ეს არის განათლების რეფორმა. განათლების რეფორმას ქართული საზოგადოება დიდი ხანია ელოდებოდა და მოდით პირდაპირ ვთქვათ და არავისთვის წარმოადგენ საიდუმლოს ისიც რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამე გააფუჭა განათლების სისტემაში, რის გამოსწორებასაც ქართული საზოგადოება ითხოვდა 2012 წლამდეც, 2012 წლის შემდეგ და მოდი ისიც პირდაპირ ვთქვათ რომ ყველაფერი დღემდე არ არის გამოსწორებული. ქართული საზოგადოება ამ ეს მოლოდინი ჰქონდა, რეფორმა დაანონსდა, დაიწყო, ესე იგი, მიმდინარე კვირაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პარლამენტიც დაიწყებს განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობას.
ამ ინიციატივებზე მინდა კითხოთ, რა ინიციატივები იგეგმება თქვენი აზრით და ასევე მინდა კითხოთ იმ პირველ ღონისძიებაზე თუ პირველ ნაბიჯზე, რომელიც უკვე გაჟღერდა და რასაც მოყვა, ასე ვთქვათ, არაერთგვაროვანი რეაქცია საზოგადოების ნაწილში, გულისხმობ ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, რა დიდი კონცეფციის ნაწილია ეს გაერთიანება, რა მიზანს ისახავს, მოდი განვმარტოთ საზოგადოებას, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, იმიტომ რომ ამ დღეებში რადიკალები ყველანაირად ცდილობენ რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, მათ ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, რომელიც მათში რაღაც იმედგაცრუებას და ბრას გაზრდის და კონკრეტიკა იძირება ამ ინფორმაციულ ნიაღვარში. მე მინდა რომ თქვენ უთხრათ ჩვენი ეთერის საშუალებით საზოგადოებას ყველაფერი რაც იცით. საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად გაიგო და ასე ვთქვათ, შეიგრძნო ის ყველაფერი, რომ თუ კი რამე არის ჩვენი ქვეყნისთვის საზარგებლო, პოზიტიური და ამ კუთხით მიდის ხელისუფლება და ამ კუთხით მიდის ხელისუფლება, მადლობა ჩვენ საზოგადოებას ნდობისთვის, ყველაფერი არის მიუღებელი რადიკალებისთვის და ისინი თავის ამ ბნელ და დეგრადირებულ დღის წესრიგში აკეთებენ ისე, ცდილობენ რომ ყველაფერი დაამახინჯონ, საზოგადოება მოატყუონ და ნუ რაღაც არაფერს არ ერიდებიან, ყველაფერზე ხელს აწერენ. სინამდვილე არის სხვა რამე. სინამდვილე არის ზუსტად ის, რომ საქართველოში უპრეცედენტო, აი მართლა ტექტონიკური მნიშვნელობის რეფორმა ტარდება, რომელიც ეხება განათლებას. განათლება, რაც გახლავთ ერის სახელმწიფოს წარმატებული მომავალი თაობის, საერთოდ წარმატებული ქვეყნის ნომერ პირველი ფორმულა და ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, ტოლობის ნიშანი. განათლება, სადაც სამწუხაროდ ჩვენ გქონდა ჩავარდნები, იყო არასწორი გზით სიარული წინა ხელისუფლებების მიერ, საბჭოთა კავშირის დაშლის თუ დანგრევის შემდგომ ვერ მოხერხდა ისეთ სისტემის აწყობა, რომელიც არც კარგს კრავდა ხელს იმ წინა განათლების სისტემიდან და შეინარჩუნებდა და ახლიდან ევროპული, ამერიკული ცივილიზებული სამყაროს განათლების სისტემიდან მხოლოდ კარგს წამოიღებდა და რაღაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის შექმნიდა იდეალურს თუ არა იდეალურთან მიახლოვებულ მოცემულობას. ჩვენთვის მორგებულ და ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის წინაპირობა იმის, რომ ქართველ ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეს არ გაუჩნდებოდა სურვილი და მის მშობელს არ გაუჩნდებოდა სურვილი, რომ უცხოეთში წაიყვანა ეს ახალგაზრდა და იქ შეექმნა პირობა, რომ მას მიეღო განათლება. იმიტომ კი არა, რომ ბორკილებს დაადებდა ამას, იმიტომ რომ ამის სურვილი ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე არ იქნებოდა. და საქართველოსშივე მიიღებდა ჩვენი მოქალაქე განათლებას. ეს ერთი. მეორე ის, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენ გვაქვს იმის რეალური პოტენციალი კავკასიის გული და ცენტრი ყოველთვის იყო საქართველო და თბილისი. ყოველთვის იყო ასე და ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა საკუთარი მოქალაქეებისთვის შექმნა განათლების სისტემა და მეორე შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც მომხიბვლელი იქნება და აქ განათლების მისაღებად ადამიანები ივლიდნენ. ხა ჩვენ შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ როგორ ხა ამდენი უცხოელი სტუდენტი და ეს უცხოელი სტუდენტები ზედმეტად სამედიცინო სასწავლებლის ინსტიტუტის წიაღში არის და რაღაც სხვაგან ვიცით, რომ ქართველები პირიქით აგერ ცდილობენ, რომ უცხოეთში მიიღონ განათლება. ხა მას აქვს თავისი მიზეზები და ამ მიზეზებზე ჩვენ ვისაუბრეთ. ხა რას ვაკეთებთ ამისთვის, ხო? დაჯდა ბატონ პრემიერი, დასხდნენ ამ საქმის მცოდნე ადამიანები და ახლა პრემიერმა ეს იცის ზუსტად თვითონ იცის წაკითხულს და მონაყოლს კი არ საუბრობს, თვითონ ასწავლის წელების განმავლობაში, თვითონ კითხულობს ლექციებს და იცის ზუსტად სად ტყივა ამ სისტემას, რომ შესაბამისი წამალი იქნეს მოფიქრებული, რომ წინ წავიდეს განათლება, წინ წავიდეს ეს მოცემულობა და ჩვენ შევძლოთ ავაწყოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ მაღალი დონის უმაღლესი განათლება და არა მხოლოდ უმაღლესი განათლება მიიღოს. ხა პირველი ნაბიჯი იქნა გამოცხადებული, რომ ორი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც თავის დროზე
როდესაც იქმნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეც იყო იდეა ივანე ჯავახიშვილის, რომ პრინციპში ერთი ქოლგის ქვეშ ერთი სასწავლებელი უნდა ყოფილიყო, მე ეგ რაღაცები შეიცვალა, ეს გაერთიანდეს, არ დააკლდეს პროფესორ მასწავლებლები ამ ერთ დიდ უნივერსიტეტს, პირიქით სახელმწიფო ფონდი კი არ დაიკლოს, მოიმატოს, ამაღლდეს ყველა მიმართულებით შესაძლებლობები ამ ინსტიტუტის, გახდეს ძლიერი სასწავლებელი, ფაკულტეტების რაოდენობის, ფაკულტეტების სახეობის, ასე ვთქვათ, მოდიფიცირებით, დაჯგუფებით, თუ ასე შემდეგ შეიქმნას მოქნილი და სტუდენტებისთვის მისაღები განათლების სისტემა და ეს იყოს პირველი წარმატებული და დადებითი ნაბიჯი ამ რეფორმაში გამოცხადებული. ამას გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, ისეთი ადამიანები, რომლებიცაც ვიცი, ან საერთოდ არ ესმით რა არის განათლება და იქ განათლებაში არსებული რეფორმა, ან შესაძლებელი ამ რეფორმის შედეგად იქ რაღაცებს კარგავენ, რაღაცას ვერ თვლიან, რომ ის ბენეფიტები აღარ ექნებათ, რომელიც დღეს აქვს, სინამდვილეში ხელი შეშლა კი არ უნდა ამ პროცესს. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროცესი ზუსტად. ეს არის ის პროცესი, რომელმაც ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი უკეთესი მომავალი თაობა უნდა უზრუნველყოს საქართველოში. ამიტომ ეს პროცესიც განხორციელდება. და იქ კიდე არის ბევრი ნაბიჯი განათლება, თქვენ მკითხეთ რა ცვლილებები იქნება შეტანილი. ცვლილებები იქნება მომზადებული ისეთი მოდელისთვის შესაბამისი საკანონმდებლო დანაწესები, რაც არის ამ რეფორმისთვის აუცილებელი შლეიფი, აუცილებელი ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აშენდეს უკეთესი, უმაღლესი, საშუალო განათლება, მოაღლესი და საშუალო, ზოგადად საშუალო განათლება, ხარ კიდევ ბევრი სეგმენტი, ეს არის მრავალწახნაგოვანი საკითხი, არ ეზარება ჩვენს მინისტრს, არ ეზარება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ ბევრი დიდი დრო დახარჯონ ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხორციელებაში და ყველა სკეპტიკოსის მით უმეტეს გასაგონად მინდა ვთქვა, რომ სკეპტიციზმის გვერდზე გადადონ, იმიტომ რომ აუცილებლად წარმატება ელოდება ამ პროექტს და ეს პროექტი არის გაჯერებული მაღალი პროფესიონალიზმით ავტორებისა და ყველა მიმართულებით ისეთი, ასე ვთქვათ, პროცესების წარმართვის გზების განსაზღვრით, რომელიც აუცილებლად დადებით და პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს. კი ბატონო, ჩვენი სტუმარი იყო განათლების მინისტრი რამდენიმე კვირის წინ და ჩვენ მაშინ დეტალურად გავშალეთ ეს თემა იქამდე, სადამდეც მაშინ იყო მისული, ასე ვთქვათ, რეფორმა, იგივე ფაკულტეტებთან დაკავშირებით ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ის თემა და სხვა. ამიტომ ჩვენს მაყურებელს აქვს ზოგადი ინფორმაცია ამ რეფორმის ჩანაფიქრის თავარი მიმართულებების და მიზნების, რაც თავარია მიზნების შესახებ დაველოდოთ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს ბუნებრივია ამ საკანონმდებლო ცვლილებებს და ზოგადად რეფორმას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დღეს და არა მხოლოდ დღეს ზოგადად აქტუალურია და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ შემოიტანა, ასე ვთქვათ, დისკუსიის და საზოგადოებრივი მსჯელობის დღის წესრიგში რამდენიმე კვირის წინ, ეს არის ფასების თემა. პრემიერ-მინისტრმა თვითონ მიმართა საზოგადოებას და ისაუბრა იმ პრობლემაზე, რასაც ქვია მაღალი ფასნამატი და სავარაუდო კარტელური გარიგებები. ამასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია. სამთავრობო კომისიის გარდა ვიცით, რომ ასევე საპარლამენტო კომისიაც იმუშავებს აპრილამდე, მასთან ერთად და მასთან კოორდინაციაში, თუ კი საჭირო გახდება საკანონმდებლო ბაზების, ასე ვთქვათ, მოწესრიგება და ისე ჩამოყალიბება, რომელიც უკეთესად უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილებას. ამიტომ მინდა რომ ამ თემაზეც კითხოთ პარლამენტში რა ეტაპზეა პროცესი ამჟამად და თქვენ პირადად რას ელოდებით ამ კომისიების მუშაობისგან. ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები, რომ დიდი ალბათობით კომისიის მუშაობის დასრულებამდეც უნდა ვიხილოთ პირველი შედეგები ფასების დაწევის ნაწილში. კეთილი. ეს არის ის საკითხი, რომელიც ნამდვილად არის გამოწვევა ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლების, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის ფასნამატი, რომელიც სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, რა ქვია, საბაჟოდან დახლამდე კონკრეტულ პროდუქტს
ემატება, მის ფასს, ძირითად ფასს ემატება, ну არის ბილად რომ ვთქვათ, არალოგიკური და მისი დაწევის რესურსი აუცილებლად უნდა გამოინახოს. ეხლა დაითვალეს პრემიერმა ბრძანა 86%-ია დაახლოებით მაგალითად პროდუქტზე ფასტამად. თან აუცილებელ და ძირითად პროდუქტზე და არა ვთქვათ რამე ფუფუნების საგნებზე, რაც შეიძლება იყიდოს და შეიძლება არც კი ბატონო. ჩვენ ახლა გვაქვს ინფორმაცია, ყოფილვართ თვითონაც ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი, ერთი და იგივე დასახელების ქსელურ სუპერმარკეტში, ევროპულ ქვეყანაში ღირს X თანხა, საქართველოში ღირს 3-ჯერ ძვირი. და ვერ წარმოუდგენელი ამის ახსნა, ასე ვერ გავიგებთ მე და თქვენ ამას, თუ ჩვენ არ ჩავყვებით ფასდამატის წარმოქმნის ჯაჭვს, არ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია, დოკუმენტალურად დადასტურებული, ვის რა თანხაა დამატებული, სანამ პროდუქცია დახზე მოხდა და როგორ ვიზრუნოთ იმაზე ერთად ბიზნესთან, რა თქმა უნდა, რომ ეს ამ ფასებმა დაიწიონ. აქ არ არის მხოლოდ თქო პროდუქტებზე ლაპარაკი, აქ არის უკვე მედიკამენტებზეც საუბარი და საწვავის ფასებზეც საუბარი. კარგია რომ ბიზნესი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ჩვენ ნახეთ რამდენიმე შეხვედრა პრემიერთან ბიზნესმენების. ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმა თავისუფალ გარემოში გარდამცვლის განვითარება და არ მოხდეს რაღაც ხელოვნური ზეწოლა მასზე, მაგრამ ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყველამ გაიაზროს და გაითავისოს. რომ არ შეიძლება არალოგიკური ზეფასების რაღაც დადგენა, სადღაც კარტელური გარიგებების, ესე იგი, ჩამოყალიბება და ხელის ჩამორთმევა კულუარულად, რომ ეს ყველაფერი მე ჩვენ საზოგადოებას კისერზე დააწვეს და იყოს ალოგიკური ზღვარს გადასული ფასები, ეს მოგებები აღარ არის მოგება. უკვე ეს ყველაფერი გადადის სხვა დარგში უკვე სპეკულაციის თემა. და ამიტომ ბიზნესთან ერთად ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, შეხების წერტილები მოუძებნოთ და მე დარწმუნებული ვარ ეს მოიძებნება, დარწმუნებული ვარ აპრილის ბოლომდეც მოიძებნება, რომ ფასებმა მიაღწიოს იმ ლოგიკურ ზღვარს, დაიწიოს ლოგიკურ ზღვარამდე, რაც ასე უნდა ყოფილიყო თავიდანაც. ჩვენ როგორც ბრძანეთ თქვენ და ახლა იცის საზოგადოება, პარალელურად სამთავრობო კომისიისა იქმნება საპარლამენტო დროებითი კომისია. ჩვენი კომიტეტი იქნება რაოდენობის და კოტირების განსაზღვრელი ამ კომისიაში პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა 14 ადამიანისგან იქნება შემდგარი რეგლამენტის შესაბამისად ნახევარი უნდა იყოს უმრავლესობისგან ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენელი დანარჩენი უკვე ვინ კონკრეტულად რა ადამიანები იქნებიან გვარების დასახელები მაგას განსაზღვრავთ აგერ 2 დღეში თავმჯდომარე იქნება შოთა ვერიკაშვილი როგორც ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ და იცის საზოგადოებამ და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ იმას, მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება ეს პროცესი, შეხების წერტილები მოიძებნება და დადგინდება ნორმალური ლოგიკური ფასები იმ ისეთ პროდუქტებზე, რომელიც არის აუცილებელი პირველი მოხმარებისთვის, მათ შორის მედიკამენტებზე და მათ შორის საწვავს. კი ბატონო, ნუ სამთავრობო კომისია მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეხლა მოიძებნება შეხების წერტილები და ეს ალბათ არ ვიცი როდის, მაგრამ აისახება ფასებზე, თუმცა საპარლამენტო კომისიას მე უფრო დიდი ინტერესით დავაკვირდები პირადად, იმიტომ რომ ერთი შეთანხმებაა და ანუ უფრო სტაბილურად რო ვიყოს დაზღვეული რომ 5 წლის მერე, 10 წლის მერე რომ იგივე არ განმეორდეს, ალბათ რაღაც უფრო საკანონმდებლო დონეზეც იქნება შესატანი ცვლილებები, იგივე არ ვიცი ეს კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება უნდა იყოს თუ რა უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს ეს ყველგან დასავლეთში ასეა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ბაზარი ერთის მხრივ, ასე ვთქვათ, არის მთავარი ფაქტორი ფასების განსაზღვრის, მეორე მხრივ, ყველა მიცის, რომ შეიძლება ბოროტად იქნას ბიზნესების მიერ ეს გამოყენებული და თუ ეხლა სამი ბიზნესმენი ერთმანეთში ჩუმად შეთანხმდება, მაშინ უკვე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არსებობს, თუ კი იქ იქნება საჭირო რაიმე ცვლილების შეტანა, აუცილებლად ამას ჩვენ გავაკეთებთ. თავარია იყოს სურვილი ყველა მხრიდან და ამ სურვილს ჩვენ ვხედავთ, რომ ლოგიკურ ზღვარს არ აცდეს, მოკლედ ისეთი ფასები დადგინდეს, რომ ლოგიკა არსებობდეს ფას წარმოქმნაში საბაჟოდან დახლამდე და საზოგადოებას არ დააწვეს მძიმე ტვირთები. მით უმეტეს რომ აი ვთქვათ იგივე თუნდაც მეზობელ ქვეყნებსაც რომ შევადაროთ, სადაც DGG ხო ამბობენ ახლა ზოგიერთ წარმომადგენელი, რომელიც ოპოზიციას, ხოთაშუას რადიკალები, აქაც რო უცნაურები და სამარცხვინოები არიან,
ესე იგი მაღალ ფასებს იცავენ და ოპოზიცია სინამდვილეში ხო პირიქით უნდა აკეთებდეს, ხანდახან შეიძლება იქით გაიქცეს პოპულიზმისკენ და თქვას რომ აი მე რომ მოვიდე ხელისუფლებაში საერთოდ ყველაფერი უფასო იქნება, ეს შეიძლება პოლიტიკურად კიდე ახსნადი იყოს, მაგრამ მაღალი ფასები კარგიაო, ამას ოპოზიცია ამბობს, მე ასეთი რაღაცა არ მინახავს. ხო და რაღაცაზე ხან დღგ-ზე ამბობენ, ხან იმაზე და ესე იგი დღგ ჩვენთან არის რეგიონში ყველაზე დაბალი. და რა ვიცი, კიდე რაღა უნდა დაწიონ. ძალიან დაბალი იყო გადასახადები. ყველა პირობაა მოკლედ შექმნილი იმისთვის, რომ იყოს ლოგიკური, ნორმალური ფასები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ახლა მახსოვს მე წინა მოწვევის პარლამენტში როგორ დარბოდნენ ეს ხაბაიშვილი და ძმანემისნი რაღაცა ფურცლებს აფრიალებდნენ და ამბობდნენ, აი საქართველოში ეს ფასია, სხვაგან ის ფასია, ამაზე იბრძოდნენ, მაგრამ დღეს როდესაც ჭირდებათ ის რომ მათი ლოგიკით ხო ხელისუფლებამ არაფერი კარგი არ უნდა გააკეთოს. თუ თქვენს რომ ხელისუფლება რაღაცა კარგს აკეთებს, ჩამოიქცევა, თუ ასე ფიქრობენ ისინი, მათი მთელი ეს სისტემა პოლიტიკური ამიტომაც არის რომ ნდობა საზოგადოების მხრიდან აქვს ნული და ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. კი ბატონო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დავით მათიკაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. პოსტ ანალიტიკა დღეს დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.